კი, ცალსახად ქონდა ამოცანად, რომ ქვეყანა შეგვეცვალა. მე ვფიქრობ, რომ გამოვიდა. ამ წუთას სამოქალაქო საზოგადოება 10 თავით მაღლა დგას ნებისმიერ პოლიტიკურ კლასზე. კი, გვინდა შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. კამპანიის სახელწოდება ეს ქვეყანა შენია გაიზიარე პასუხისმგებლობა. განხორციელების პერიოდი 2017-დან 2025 წლამდე. კამპანიის განმახორციელებელი ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კამპანიის დონორები ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. აი ეს თითქოს გაუცხოება არსებობს რა ესეთ პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში, რომ აი რაღაცები მე არ მეკუთვნის, მე არავინ არაფერს მეკითხება, მე ვერაფერს შევცვლი და ჩვენი ამოცანა დავისახეთ სწორედ ის, რომ აი ამ კამპანიის საშუალებით გაესიგძე განებინა, ასე ვთქვათ, მოქალაქეს ის, რომ ის არის მთავარი, ერთი ადამიანი, ერთი მოქალაქე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, ეს ქვეყანა არის პირადად მისი და თუ პირადად მისია, მაშინ როგორი იქნება ეს ქვეყანა? პასუხისმგებელიც არის ის. პროპაგანდა რაღაცნაირად აქტიურად ცდილობს ნიჰილიზმის დანერგვას სწორედ ახალგაზრდებში, რომ პოლიტიკა ცუდი საქმეა, რომ ეს მათი საქმე არ არის. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობდით, არამედ ვლაპარაკობდით აქტიურ მოქალაქეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჩვენ დავდიოდით სოფელ, ქალაქ, სკოლებში მათ შორის, დაგვყავდა საინტერესო ადამიანები, ვცდილობდით, რომ აი ახალგაზრდებს ვისთანაც უნდათ შეხვედრა, ის ადამიანები ჩაგვეყვანა რეგიონებში. ამან მე მგონი ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა როგორც ახალგაზრდებს, ვისთანაც შეხვედრები იმართებოდა, ჩემი დაკვირვებით არანაკლები სარგებელი მოუტანა იმ ცნობად სახეებს, ვინც ჩვენ დაგვყავდა, იმიტომ რომ უფრო ახლოს მივიდნენ ხალხთან. ორი ძირითადი კრიტერიუმი იყო, ეს იყო ცნობადობა და ეს იყო ამ ადამიანების ევროპული დასავლური მსოფლმხედველობა. ეს ორი კრიტერიუმი იყო და ძალიან კარგად მუშაობდა, იმიტომ რომ როცა ჩაყავს ახლა დათო ტურაშვილი რეგიონში და ცოცხალი დათო ტურაშვილს რო ხედავენ, განწყობები სრულიად სხვანაირია განწყობები და მიმღებლობაც სხვანაირია. პირველად იყო სიტყვა, აი გენიალური დასაწყისი. ეს არის სიტყვა, რომელიცაც მე უნდა მოყვეს საქმე და ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასეთი დიალოგი, ეს ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია, რომ ამის მონაწილეც ვარ. კამპანია ეს ქვეყანა შენია გაიზიარე პასუხისმგებლობის მიმდინარეობისას თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა 100-ზე მეტი საჯარო შეხვედრა. მათში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ და პედაგოგმა. კონკურსებში გამარჯვებულმა 360-მა მოსწავლემ და პედაგოგმა მიიღო ნოუთბუქი. კამპანიის ფარგლებში ცენტრალურ არხებზე გავიდა 100-ზე მეტი სიუჟეტი, რეგიონულ მედიაში კი 300-მდე გადაცემა. დაუბეჭდეთ პლაკატები ევროპასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ გაზეთები ფორმატებით, სკოლაში მოვაწყეთ ასეთი კუთხე ევროპასთან დაკავშირებით და ყველა მოსწავლე ნახულობდა ხოლმე შესვენებაზე. ასე ვიყავით დმანიში და კაზეთში დავიარეთ მთელი ქუჩები. კახეთის რეგიონის გამარჯვებული 2023 წელს არის დედოფლის წყაროს პირველი საჯარო სკოლის გუნდი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ახალგაზრდების კონკურსის ეს ქვეყანა შენია ტელევიქტორინას სვაჟა-ფშაველა წერდა. ჯერა, წამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, ისინი იყვნენ დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. ვისზე წერდა ამას სვაჟა-ფშაველა, ვინ იგულისხმა იმ სხვაში. მათში, ანუ ისინიში, სვაჟა-ფშაველა გულისხმობდა ქალებს. სვაჟა-ფშაველას აზრის, ქალების მონაწილეობის აზრდა. კონკურსის ეს ქვეყანა შენიას გრან-პრის მფლობელი არის თბილისის 182 საშუალო სკოლა. მე მესმის, რომ ახლა მიდის თაობების ისეთი ჭიდილი, იმ თაობას რაღაცა ახსოვს და გონია რომ ის იყო კარგი.
ახლა წამოვიდა ახალი თაობა, რომ ზუსტად იცის, რომ ის კი არ არის, კარგი ეს არის. როცა განვითარების საშუალება გაქვს, როცა თავისუფალი ხარ სრულად აზროვნებაში, გადაწყვეტილებებში, არჩევანში, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს. მაგალითად აუდიტორიდან მოდიოდა ესეთი კრიტიკაც, რომ ჩვენ რატო გველაპარაკებთ ამაზე, ან თქვენ რასაც ახლა გვიხსნით, ჩვენ ეს ისედაც ვიცით და უფრო სწორი იქნებოდა მაგალითად ჩვენ ბებიებთან და ბაბუებთან გელაპარაკათ. ახალგაზრდებს რო ხვდებით, სულ ამას ვეუბნები ხოლმე, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და საქართველოს არ არსებობს, არსებობს რუსეთის ორი გუბერნია, თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია და ახალგაზრდა განათლებული, ევროპული განათლება მიღებული ადამიანები ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ გადაარჩინონ ქართველობა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ უკვე თბილისში ქართულად ლაპარაკიც კი გოიმობა იყო. მთელ თბილისში ერთი სახალხო ქართული სკოლა არ არსებობს. მოზარდი ქართველობა ჩვენ დედაქალაქისა ან სრულიად მოკლებულია სწავლასა, ან იძულებულია იაროს უცხო სკოლებში, სადაც გონება ეხშვება და ენა უმახინჯდება. ეს გარემოება ძლიერ დაეხმარება ქართული ელემენტების შესუსტებას ქალაქში. თუ მალე წამალი არ მივაშველეთ და არ გავხსენით სახალხო ქართული სკოლა ორივე სქესისთვის. განა არ მოგეხსენებათ, რომ ევროპაში და მომეტებულად ამერიკაში საუკეთესო და მომეტებული რიცხვი მასწავლებლებისა ქალები არიან. ჩემი აზრით, ქალებისთვის უფრო საჭიროდ ვხედავ ქართული ენის ცოდნას, იმიტომ რომ ქალი არის პირველი მასწავლებელი შვილებისა. ქართულ საშუალო წერა-კითხვის გამოცდილების საზოგადოება უბრალოდ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხო, მაგრამ ზოგადად ეს ისტორია არის წაშლილი მეხსიერებიდან, იმიტომ რომ ამაზე ბუნებრივია იმუშავა საბჭოთა კავშირმა, ჩვენ ვიცით საბჭოთა ოკუპაციის, ანუ ერთ-ერთი პირველი რაც საბჭოთა ოკუპაციამ გაანადგურა, ეს ხო თავისუფალი საზოგადოებები. წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იმ მასალების მიხედვით, რაც ჩვენ ჯერჯერობით დამუშავებული გვაქვს, ჯერჯერობით საქართველოს მასშტაბით გახსნილი აქვს 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სკოლა, ბიბლიოთეკა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ეხლა თუ შევხედავთ იმ 800 ორგანიზაციას რუკაზე, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის დღევანდელი საქართველო. ანუ ფაქტიურად აი ამ ახალგაზრდებმა, ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ და ასე შემდეგ, დიმიტრი ყიფიანმა საფუძველი ჩაუყარეს იმას, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ესე ნელა-ნელა გაძლიერდა, გახდა ფუნდამენტი და ხერხემალი შემდეგ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველოსი. გავიხსენოთ ახლა სწორედ ორგანიზატორებს, როცა ეძებენ ამ აქციების, ხო, როცა ეუბნებიან ილია ჭავჭავაძეა ორგანიზატორი, ნიკოლოზ ბარათაშვილია ორგანიზატორი, ვაჟა ფშაველა ორგანიზატორი. ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ყველაფერი სწორედ იქნევს. რაც წამიკითხია და რაც ვიცი, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ტოლვა ევროპისაკენ. ეს მერვე საუკუნეშიც ასე იყო, ფარსმან-ქველის დროსაც ასე იყო, სულხან-საბას დროსაც ასე იყო. ანუ საქართველო მაინც თავისი ბუნებით არის ევროპული, თავისი ღირებულებებით არის ევროპული და ეს ტოლვა ევროპისაკენ მუდმივად ჰქონდათ. არც ერთ შეხვედრაზე ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობამდე არ მივსულვართ, რომ ანუ ეს სწორი ვექტორია თუ არა. უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ ეს ახალგაზრდები, ვისაც შევხვდებოდით თავისი შინაარსით და სისხლხორცეულად არიან ევროპელები. და მათ ეს იციან ძალიან პარად. არც ჭირდებათ ამის მტკიცება ვთქვა. ევროპა ჩემთვის არის სამართლიანი გარემო. თანასწორი გარემო, სადაც შეიძლება თან არსებობდეს რაღაც ბევრი კულტურის ადამიანი და ყველა ამას პატივსცემდეს. ევროკავშირი და ევროკავშირში შესვლა არის მთელი საქართველოს მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ჩვენ ახალგაზრდები ვქნით ამ მომავალს და ამიტომაც უნდა ვთქვა, რომ ყველამ გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა არის ჩემი, ეს ქვეყანა არის თქვენი, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვიზრუნოთ მისი განვითარების. ეს ვინც უკვე ნახა და ეს ვაშლი ვინც გასინჯა, ის აღარასოდეს არ მოინდომებს იყოს ჩუკოტკაში და იყოს ოდეკაბეში. გამორიცხულია უბრალოდ. ეს ქვეყანა, რომელიც ის ჩვენი არის, მარტო სიტყვა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მე მიყვარს საქართველო, ეს ქვეყანა შენია, მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ეს ხანდახან ნამდვილად საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თუ ამაში შენი ფიზიკური შრომა არ არის.
აი ახალგაზრდებს ვეუბნებით ხოლმე იმას, რომ მაშინ პირველ პარლამენტში, საქართველოს პირველ პარლამენტში იყო 5 ქალი არჩეული. მაშინ, როდესაც ამერიკაში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს 1 წლის შემდეგ. ანუ როგორი წინწასული საზოგადოება იყო საქართველოს და რა მაგარი ქვეყანა იქნებოდა, რომ დაგვცლოდა იმ ქვეყანას დაცლოდა არსებობა და განვითარება, ხო? ვფიქრობ, რომ ქვეყანა არის საქმე. საქმე, კეთილი საქმე, რა თქმა უნდა. ერთი და მთავარი რაც არის, რომ შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებ. ბევრი ასეთი ადამიანი, რომელიც არასამთავრობო სექტორის ამარა იყო დარჩენილი, თუნდაც თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, თუნდაც თავისი სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად, ძალიან ბევრი იყო ასეთი. გაგვიჩნდა იდეა, რომ რატომაც არა ჩვენც გქონდეს ისეთი სივრცე, სადაც შეიძლება ერთად ყველამ თავი მოვიყაროთ, როგორც 90-იანებში ვიყრიდით ხოლმე. ყველა საზღვარგარეთ მიდიოდა ახალგაზრდებით, ასაკიანებით და გადავწყვიტეთ, რომ აი ისეთი რაღაცები გაგვაკეთებია და შეგვექმნა ამ ხალხისთვის, რომ სოფლის დატოვება არ მონდომებოდათ. გვინდა რომ ის გამოცდილება რაც ჩვენ გვაქვს, ის ცოდნა რაც ჩვენ გვაქვს, აი ჩვენში კი აღარ დავტოვოთ, აი მაგალითად სამაქალმა 30 ქალს გადაუნაწილეთ. მე 30 ქალი თავის რესურსებს 90 ქალს გადაუნაწილებს და აშენდება ეს სოფელი. რას იზამს? იმ ადგილებში, სადაც თქვათ არსებობს სათემო ცენტრი, ან არსებობს რაღაც პატარა ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ აქტივობას აკეთებს. იქ ბევრად უფრო გახსნილია საზოგადოებაც დისკუსიისთვის, არის უფრო კრიტიკული, უფრო თავისუფალი. მიზანი არის, რომ მოვითხოვოთ იმ კანონმდებლობის აღსრულება, რომელიც ძალაში შევიდა ზუსტად 1 წლის წინ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ისევ ქურცელზე რჩება და რუსთავში 270 წლის განმავლობაში ჩვენ კვლავ ვთქვათ ცუდ ან ძალიან ცუდ ჰაერს. ამიტომ ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები. აქ იყო ძველი სასამართლო, რომელიც მე დაიკეტა და ეს შენობა 8 წელი იყო დაკეტილი მდგომარეობაში. და 2018 წელს როცა გადმოგვეცა, ესე გავარემონტეთ ეს შემოსასვლელი. ძირითადად ზაფხულში ახალგაზრდები იკრიბებიან, წიგნებს კითხულობენ, ჭადრაკს თამაშობენ და ასე შემდეგ. იქით გვაქვს ტასაცმელს ვაგროვებთ და სოციალურ დაუცველებს ვურიგებთ, ასევე მაკულატურას ვაგროვებთ. მამა მითხრა, აბა შვილო, მანქანა სად დააღენებო? მე ვუთხარი, მამა, ეზოში დავაყენებ, არ არის პრობლემა. ასე შევთანხმდით. და არავინ არ ფიქრობდა გარაჟი მაქვს და გარაჟში ავტოპარკში შემიძლია ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა გავაკეთო. ახლა ყველას აქვს იდეა შესაბამისი. თუ მაქვს პროექტი, თუ მაქვს იდეა, შესაბამისი სივრცე მაქვს სახში. შემიძლია გავაკეთო ჩემს გარაჟშივე. ეს გარაჟი ახლა ოფიციალურად არის რეგისტრირებული როგორც ახალგაზრდა ცენტრი. ეს პატარა გარაჟი არის ჩემთვის ზარმაზარი სასახლე, ანუ სადაც დავიწყე ბევრი რამის შეცვლას. ჩვენი საქმიანობის ისტორიაში ყველაზე რთული მომენტი იყო გოგოების ჩართვა ამ აქტივობებში. იმიტომ რომ ხო იცით, ჩვენთან ცოტა სხვანაირი სიტუაცია, ჩვენ კარდაკარდ ავდიოდით და ვესაუბრებოდით მშობლებს, რომ აი ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს და შანსი მოგვეცით. 3 წლის განმავლობაში მართლა შემცირდა ნაადრევი ქორწინების ფაქტები. ჩვენთან 25-30-მდე ბავშვი არიან და 25 არის გოგო და ყველა ფიქრობს განათლებაზე და უნივერსიტეტ ჩაბარებაზე. ეს დიდი წარმატებაა ჩემთვის, მე ესე ფიქრობ. არ ვიცი რამდენად პირდაპირი კავშირია ამ ყველაფერში, მაგრამ ჩვენ მივახციეთ იმას, აი ამ წლების მუშაობის მანძილზე, რომ ნელა-ნელა მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს უკვე განცდა, რომ ეს ქვეყანა არის მისი და პასუხისმგებელი არის თვითონ და თვითონ უნდა მოაგვაროს პრობლემები. ძალიან ბევრი პრობლემა არის საერთო, რა თქმა უნდა, ეს არის ერთადერთი წყალი, ეს არის აი ესეთი საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც 21 საუკუნეში ძალიან ცუდია, რომ კიდევ არსებობს ჩვენ ქვეყანაში. მით უმეტეს ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც აი სწორედ ამ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ დიდ გრანტებს იძლევა ქვეყნისთვის. მე შემიძლია თავი დავდო იმაზე, რომ ყველა ევროცენტი, რაც ამ პროექტში დაიხარჯა, მოხმარდა კეთილ და სწორ საქმეს.
კამპანიის მიზანი იყო ის, რომ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ ჩართულები და თვითონ ისინი გამხდარიყვნენ ინფორმაციის მიმტანები თავის ბებიებთან და ბაბუებთან თუ საკუთარ თემში. ჩვენ როდესაც აი საჯარო შეხვედრებს ვატარებდით და ასევე როდესაც ჩვენ კონკურსში გამარჯვებულებს ნოუთბუქებს ურიგებთ ხოლმე, ჩავდივართ იმ სოფელში, იმ ქალაქში, საიდანაც არის ეს გამარჯვებული გუნდი და ფაქტიურად მთელი სოფლის თვალწინ, მათი მშობლების, ბებია-ბაბუების, მეზობლების თვალწინ ვაჯილდოვებთ. და ჩვენ ამას მეორეს მხრივ ვიყენებთ იმისთვის, რომ ველაპარაკოთ უკვე მათ მშობლებს, მათ ბებია-ბაბუებს და კი, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით. სოციალურ ქსელებში ეს ქვეყანა შენია ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი თანმიმდევრული და ხანგრძლივი კამპანიაა. Facebook-ის 30,000 მიმდევარ საშუალება ჰქონდა. გაცნობოდა კამპანიის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ტიპის 1200-მდე მასალას. მათ შორის ვიდეოს, ანიმაციას, პოდკასტს, საინფორმაციო პოსტს, Reels, Stories, ამბავს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კამპანიის მასალების გავრცელების არეალმა შეადგინა დაახლოებით 3 მილიონი. დაახლოებით 500,000 მომხმარებელი გამოეხმაურა ეს ქვეყანა შენიას პოსტებს. მომხმარებელმა დატოვა 30,000-მდე კომენტარი. 65,000 ჯერ გაზიარდა კამპანიის ფარგლებში შექმნილი მასალები. Facebook-ის პარალელურად კამპანია აქტიურად წარიმართა Instagram-სა და TikTok-ზე. არა, ჩვენ არავის არაფერს არ ვახავთ. ჩვენ უბრალოდ ადამიანებს ვაჩვენებთ, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები არის სულთან ხვედრაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგჯერ ჩვენ კიდევაც წინ ვსწრებთ ევროპას. აი მე-12 საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი წერს თავის ჩანაწერებში ასეთ რაღაცას, რომ თვით ბაღდადშიც ვერ ნახავთო მუსლიმების მიმართ ისეთ დამოკიდებულებას, როგორც ეს თბილისში არისო. ეს ქვეყანა არის ჩვენი, შენი, ჩვენი, ჩემი, ყველასი და ჩვენ ყველა უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში. ასრულისგებლობა უნდა გავენაწილოთ და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს თავს და ჩვენ სოციუმზე. აი, როდესაც მე დავიწყე აქტიურად სიარული სწორედ რეგიონებში ამ ახალგაზრდებთან, მე ზუსტად ეს სიმტკიცე შევიძინე, რომ ეს ჩემში აღარ არის უბრალოდ ბრმარწმენა, არამედ ცოდნა. იმიტომ რომ მე ამ ხალხს შევხვდი, მე ამ ხალხს ველაპარაკე და მე დავინახე, რომ საქართველოს არის ევროპული ქვეყანა ამ ხალხში პირველ რიგში. მე ვიცი ეს ქვეყანა ჩემია, მაგრამ მტკიცება მიწევს რომ ჩემია. ხოდა ზუსტად ამისთვის ვიბრძვით, რომ ერთი ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ჩვენია ეს ქვეყანა და სხვა ადამიანებსაც დავაჯეროთ ამის, რომ მათიც არის ეს ქვეყანა. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, ჩემთვის იყო აღმოჩენა უბრალოდ. ახალგაზრდები, ასაკოვნები ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ თვითონ, როგორი უნდა იყოს კარგი და შემდგარი სახელმწიფო, როგორ უნდა ექცეოდეს, თქვათ, მისი არჩეული მთავრობა მას, როგორ უნდა მოთხოვოს პასუხისმგებელ ადამიანებს, როგორ გადაიჭრას სოფლის პრობლემა, ქალაქის პრობლემა. ძალიან მძიმე სიტუაციაშია სექტორი. ორი მიზეზის გამო, ერთი რომ ვექტორი შეიცვალა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, ეს არის ძალიან მძიმე გადასატანი სექტორისთვის და ეს მეორე კანონი, რუსული კანონი, რომლის ამოქმედებისთვისაც ვემზადებით, იმიტომ რომ სტანისლავსკი იძახდა ხოლმე, რომ როცა კედელზე თოფი კიდე, ეს აუცილებლად გავარდება. თოფი კიდია. ჩვენ კედელზე თოფი კიდია, როდის გავარდება, არ ვიცით. წყლის წვეთი დიდხანს ქვას რო ერთ ადგილას ეცემა, ხო, იმ ქვას ხრეთს. აი დაახლოებით ეგეთი ეფექტი აქვს იმას, რაცაც ამ ქვეყანაში ეს წლებია სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. თუ მე ესე ვიტყვი, ხა თუებით. თუ რომელიმე ხელისუფლების მიზანია, რომ ქვეყანაში დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი, მაშინ მან პირველი უნდა გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება. 100-ზე მეტი ორგანიზაცია შეწყვეტა საქმიანობა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრებზე მე ვნახე ახალგაზრდები, რომელიც ძალიან ბევრ მოქმედ პოლიტიკოსზე უყეთ, ჩამოაყალიბებენ რა უნდათ, რატო უნდათ, როგორი უნდა იყოს, ანუ ესა თუ ის საკითხი, ვთქვათ, კარგი განათლება რას ნიშნავს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ ამ ბოლო დროს, რომ შეხვედრების საჭიროება გაცილებით უფრო მეტი აქვს ჩემი თაობის ადამიანებს, ვიდრე ახალგაზრდებს, იმიტომ რომ არ ვიცი რის წყალობით, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდები გაცილებით ჩვენზე
კარგად განათლებულები არიან, გაცილებით უფრო სწორად აზროვნებენ და გაცილებით უფრო სწორი გამოსავლის ხედვები აქვთ, რაც ამ წუთას ჩვენი ქვეყნისთვის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. საქართველო ყოველთვის ირჩევს დასავლეთს. ეხლა ევროკავშირი ქვია, მაშინ შეიძლება რომის იმპერია ერქვა, ბიზანტიის იმპერია, მაგრამ ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო დასავლეთი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი.